სამმერთეულ რადარში ქობულეთის მუნიციპალიტეტმა 34,140 ლარი გადაიხადა. რადარებისთვის თანხები 2012 წლის ბიუჯეტიდან გამოიყო. სიჩქარის განსაზღვრელი მოწყობილობა ქალაქის სხვადასხვა ადგილას დამონტაჟდა. ახალი რადარების სრული დატვირთვით 2013 წლის ნოემბრიდან ამოქმედდა. ქობულეთში რადარების ადგილმდებარეობის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოფიციალურ ვებგვერდზე ვიდეო რგოლიც გაავრცელა. მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ირაკლი ცეცხლაძე აცხადებს, რომ რადარების შეძენა ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოყოფილი სპეციალური ტრანსფერით მოხდა. იგი განმარტავს, რომ მუნიციპალური ბიუჯეტი ამ კუთხით მიზნობრივად დაიხარჯა. მესამე სექტორის შეფასებები ნახეთ მთავარ გამოშვებაში. ამ რადარების განთავსება იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს პროექტი, რომლისთვისაც სპეციალური ტრანსფერი იქნა გამოყოფილი. ეს მიზნობრივი ტრანსფერი იყო და შესაბამისად გაიხარჯა მიზნობრივად. შინაგან საქმეთა სამინისტროს ეწეება გაკეთებული საქმე. მიუხედავად იმისა, რომ ფაქტიურად ქობულეთის მუნიციპალიტეტი აცხადებდა, როგორც მე ვფლობ ინფორმაციას, ქობულეთის მუნიციპალიტეტმა გამოაცხადა ტენდერი და სამუშაოების შესრულებას ტენდერში გამარჯვებულმა ორგანიზაციამ აწარმოა, რომელსაც ჩვენთან ჰქონდა ხელშეკრულება.